ჩვენი კოლეგა შემოგვიერთდა ლანა ბლიაძე და სტუმართან ერთად საინტერესო თემებზე მოგვიწევს საუბარი. კი ბატონო, დილამშვიდობისა, მოგესალმებით თქვენ და მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. დღეს ხუთშაბათია, რაც ნიშნავს იმას, რომ უნდა ვისაუბროთ თემაზე, რომელიც პირდაპირ მიმართულია პიროვნულ თუ კარიერულ განვითარებისკენ. ამ შემთხვევაში ყველა მეტნაკლებად გიორგის გარდა მშობლები ვართ და ყველას გვინდა რომ ჩვენი შვილი იყოს წარმატებული, ხო? თუმცა აი ამ მიმავალ გზაზე ვუშვებთ ხოლმე შეცდომებს. თუ რა შეცდომებზეა საუბარი, როგორ შეიძლება ჩვენი შვილი იყოს წარმატებული და ზოგადად რას ნიშნავს წარმატებული ბავშვი? აი სწორედ ამ თემაზე შეგვიძლია ვისაუბროთ ჩვენ სტუმართან ერთად. წარმოგიდგეთ ბზიკო დალაქიშვილს, რომელიც გახლავთ ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი და ის უფრო ვრცლად და დეტალურად გვესაუბრება ამ თემაზე, თუ როგორ უნდა ვიმუშაოთ ჩვენ შვილებთან. იგივე თვითშეფასებაზე, როგორი იყოს ჯანსაღი თვითშეფასება, აი ამ ყველაფერზე უფრო დეტალურად ჩვენი სტუმარი გვეტყვის. ბზიკო, მოგესალმებით. მადლობა რომ დილიდან ხართ ჩვენი სტუმარი. მოდით დავიწყოთ საუბარი, როდესაც ვახსენებთ ზოგადად წარმატებას, ალბათ უფრო უკეთესი იქნება პირველ რიგში ვისაუბროთ წარმატებული ბავშვის დეფინიციაზე, რას ნიშნავს და ეს ავტომატურად ნიშნავს თუ არა იმას, რომ წარმატებული ბავშვი არის ბედნიერი ბავშვი. მადლობა შეკითხვისთვის. როდესაც ვსაუბრობ წარმატებულ ბავშვზე, გეთანხმებით აუცილებელია რომ ვახსენოთ სიტყვა ბედნიერი. იმიტომ რომ ბავშვი რომელიც არ არის ბედნიერი, ცოტა მიჭირს რომ დავარქვა რომ ეს ბავშვი შეიძლება იყოს წარმატებული. რას ნიშნავს ახლა ბედნიერს პლუს წარმატებული ბავშვი, ხო? ანუ ბავშვი რომელიც კარგად იცნობს საკუთარ თავს და მას გარემო აძლევს იმის საშუალებას რომ მან თავად აღმოაჩინოს საკუთარი შესაძლებლობები, უნარები, ინტერესები, მისწრაფებები. ეს ყველაფერი მას რასაკვირველია აბედნიერებს და აძლევს იმის ენერგიას და ენთუზიაზმს, რომ შემდეგ უკვე დასახოს მიზანი, ხო? ოღონდ როდესაც ვსაუბრობთ ბავშვზე, არ უნდა დაგვაუწყდეს, რომ ბავშვები განვითარების სხვადასხვა ეტაპებს გადიან, ხო? დაბადების დღიდან, ბაღის ასაკიდან, რატომ არის ყველაზე მნიშვნელოვანი და რატომ ვსაუბრობთ ხშირად ფსიქოლოგები, რომ გარემოს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. სწორედ იმიტომ, რომ გარემო არის ის რესურსი, სადაც ბავშვს ან აქვს საშუალება, რომ აღმოაჩინოს საკუთარი თავი და იპოვნოს ის თუ ვინ არის და რა შეუძლია, რა მოსწონს და რა უნდა რომ უკეთესად გამოვიდეს და როგორ რეაგირებს ამ ყველაფერზე გარემო. და თუ გვაქვს საშუალება, შემიძლია ორი სიტყვით ვთქვა, რადგან თემა ძალიან დიდია, ვეცდები რომ მოკლედ ვთქვა, რას გულისხმობს ჯანსაღი გარემო ამ პატარა ასაკის შემთხვევაში, ხო? ანუ გარემო, რომელიც სთავაზობს ბავშვს ფართო არჩევანს, სადაც მას შეუძლია რომ გააკეთოს ბავშვური და ნამდვილი კვლევა, როგორც გარემოსი, ისე ამ გარემოში საკუთარი თავის. ეს ორმხრივი შევქცეოდი ორმხრივი პროცესია. აღმოვაჩენ გარემოს და გარემო მეხმარება რომ ამ გარემოში აღმოვაჩინო საკუთარი თავი. რა მაინტერესებს, რა მომწონს, რა შემიძლია და მყავდეს მხარდამჭერი ადამიანი ან ადამიანები, რომლებიც ამ ჩემს კვლევაში ხელს მიწყობენ, იმიტომ რომ ხომ გესმით ახლა პატარა ბავშვს არ აქვს საკმარისი უნარები, რომ რაც კი დააინტერესებს, ყველაფერი გააკეთოს. მას ჭირდება სწორი ადამიანი, რომელიც მას გაუკვალავს, ასე ვთქვათ, გზას და იქნება მისთვის მაგალითი, თუმცა არ გადაფარავს მის ენთუზიაზმს, ხო? აი არ უნდა შეგვეშალოს ზოგჯერ ესე ვშვებით ჩვენ, რომ ბავშვს რაღაცა აინტერესებს, ეხლა შენ მე დამელოდე და მე გაჩვენებ და ბავშვის სწორად როდის უნდა მივხვდეთ, როდის უნდა გავიგოთ, რომ აი თქვათ აი ბავშვს რაღაცა ინტერესი აქვს და ეს ყველაფერი შევუწყოთ ხელი. ბავშვს ინტერესი აქვს სულ. ჩვენ არ უნდა შეგვეშალოს რა არის ჩვენი ინტერესი და ჩვენი მოტივი, რა გვინდა რომ აკეთოს ბავშვმა ნებისმიერ ასაკში და რა არის მისი ბუნებრივი სურვილი და ინტერესი. და ამიტომ არის ბაღის ასაკი ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ზუსტად იქ იკვეთება ბავშვის ინტერესებთან ერთად შესაძლებლობები, იმიტომ რომ თუ უნარი და შესაძლებლობა ადგილზე არ გვაქვს, შემდეგ აცდენა არის, ხო? შეიძლება რაღაც მაინტერესებს, მაგრამ ამისი უნარი არ გამომიმუშავდა. ამიტომ აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ბაღის პერიოდში. ძალიან სწორ საკითხს მივაგენით ახლა და ამ მიმართულებითაც მინდა რომ დავსვაკითხვა. მშობლების მიერ დაშვებული შეცდომები ვახსენეთ და ძალიან ხშირად ხდება სამწუხაროდ რომ მშობლები ვთქვათ რა ოცნებასაც ბავშვობაში ჩვენ ვერ ვიხდეთ, აი მაგალითად მინდოდა მოცეკვავე გამოსულიყავი, მინდოდა მომღერალი გამოსულიყავი, მე ვცდილობთ რომ ჩვენ შვილებში ავახდინოთ ეს ჩვენი ოცნებები, რაც რა თქმა უნდა შეცდომაა, ხო? აი ეს როგორ
რომ მიჯნოთ, რომ ჩვენი ოცნებები, ჩვენი ბავშვების მეშვეობით არ აქვს. წარმატებული ბავშვი პლუს ბედნიერი ბავშვი, მოდი გავაერთიანოთ, როდესაც მე ვახსენებ სიტყვა წარმატებულ ბავშვს, აუცილებლად მოვიაზრებთ ბედნიერ ბავშვსაც. ამის გარშე არ არსებობს წარმატებული ბავშვი. მე მგონი ადამიანიც. გითანხმებით, რადგან ბავშვებზე ვსაუბრობთ, მხოლოდ ამიტომ დავკონკრეტდი, ხო? წარმატებულ ბავშვს აუცილებლად განაპირობებს ცნობიერი მშობელი. თუ მშობლობაში ჩვენ არ ვართ ცნობიერნი, ანუ ჩვენ არ ვხელმძღვანელობთ იმითი თუ ვინ არის ჩვენი შვილი, არამედ გვაქვს ჩვენი წარმოდგენა, აუცილებლად მოხდება რაღაცა შეცდომა, ხო? ანუ პირველი რჩევა იქნებოდა ჩემი მხრიდან ის, რომ ვიცნობდეთ ჩვენს ბავშვს. რა რესურსი აქვს, რა ინტერესი აქვს და რას ეძებს თვითონ ავთენტურად, ხო? რა შეიძლება ბედნიერი დაუშვათ, ხო, რა გარემოში. ხო, დავაკვირდეთ, თუ მას აკვირდები, აუცილებლად გაჩვენებს ბავშვი თავის ინტერესს. თუ გაგზუნარი რომ დააკვირდე, მაგრამ შენ თუ არ აკვირდები, არამედ შენ იცი შენ რა პროექტს სახავ, შენ შვილში რასაკვირველია მოხდება აცდენა და ნახეთ ეხლა რატო არის დრამატული და ვფიქრობ, რომ ცოტა ტრაგედიაც ზოგიერთი ბავშვის ცხოვრება. შესაძლებელია, რომ ძალიან კარგი გეგმა ჰქონდეს მშობელს მისი შვილისთვის. ბავშვიც, რა თქმა უნდა, დედა, მამა, მშობელი ყოველთვის ავტორიტეტია და თუ განსაკუთრებულად მორჩილია ბავშვი და არ არის ესეთი, რომ თავისი გაიტანოს და რევოლუციონერი ყველა ასეთი არ არის, თუმცა ზოგიერთი არის, მიყვება ამ მშობლის სურვილებს და ძალიან კარგადაც ასრულებს და გარედან ჩანს, რომ ის წარმატებულია. ხოლო სინამდვილეში აი ამ ცნებას გაბედნიერებას პლუს წარმატება არის ნამდვილი წარმატება, ბედნიერება ხშირად არ ახლავს და ძალიან ბევრ ადამიანს ვიცნობ, რომელიც ამბობს, რომელსაც ვხედავთ როგორც ძალიან წარმატებულ ადამიანს, მაგრამ ვერ გრძნობს. საერთოდ ვერ გრძნობს და ჩვენთვის ის ძალიან წარმატებული. თუმცა მე მგონი უბედური ბავშვი არ არსებობდა, იმიტომ რომ ძალიან მატარეს 4 კლასი მუსიკაზე. მე 12 და სოლფეჯიო და ასე შემდეგ. მე 12 ჯონი ვერ გამაკვირვებ. შენგან გამოვიდა მუსიკოსი და შენგან სოლფეჯიო სპეციალისტი მაინც არ დაწყდა. სხვათაშორის, აი მანდ მინდა კიდე ერთი კითხვა დაგისვათ. აი მე მაგალითად ჩემი ტრამვა ეს იყო, რომ ძალით მატარებდნენ და მაკეთებიებდნენ, აი ეს რაც თქვენ მორჩილი ბავშვი ვიყავი. და ამის გამო რაღაცა ეს კომპლექსი ჩამომიყალიბდა, ისე რომ ჩემ შვილებს არაფერს არ ვაძალებდა. აი ეს კიდე მეორე უკიდურესობა ხომ არ არის? მადლობა ამ კითხვისთვის, იმიტომ რომ აქაც არის რაღაცა ზღვარი, ხო? იცით როგორი რამ არის, რაც ვიცით რომ ჩვენ შვილს განვითარების პროცესში, ხა მე მაგალითად მჯერა და ნამდვილად ვიცი რომ ფორტეპიანოს შესწავლა რაღაც ეტაპზე ძალიან ეხმარება თავის ტვინის განვითარებას, შემოქმედებითობას და ასე შემდეგ. თუმცა აქაც ძალიან ბევრი ნიუანსია, ვინ არის მასწავლებელი და რამდენად ადეკვატურია მასწავლებლის მოთხოვნა ბავშვის შესაძლებლობებთან, ხო? ეს ყველაფერი თუ დაცულია, ყველაფერი შეგიძლიათ მოსინჯოთ თქვენ შვილთან ერთად. როგორ მიაწვდით და როგორ მიაწვდის პედაგოგი. აქ შემოდის მშობელთან ერთად პედაგოგის მნიშვნელოვნება. ვინ არის ის ადამიანი, ვინც პირველად აცნობს ჩემ შვილს ესეთ დიად რაღაცას და ყველაფერი საინტერესოა გარემოში, რასაც საინტერესოდ მომაწვდიან, არ დამაძალებენ და დაძალებაში გულისხმობა, რომ იმაზე მეც არ მომთხოვენ, ვიდრე მე შემიძლია. თორე ბავშვი მოცემულობით ძალიან ინტერესიანია. ის ფორტეპიანოს დააინტერესებს. საინტერესო ინსტრუმენტია რა, კარგი ჟღერადობა აქვს, ხო? რატომაც არა. მაგრამ შენ თუ იქმე მაგრძნობინე, რო არა ვარ საკმარისი. ან შემარცხვინე, ან არასწორი კომენტარი გააკეთე, შემადარე თუნდაც დედა ჩემს, რომელიც ძალიან კარგად უკრავდა. როგორ გითხრათ, აქ დაიწყება აუცილებლად გაუცხოვება, დისტანცირება, არ მინდა ნუმაძალე, პირველ რიგში აისახება თვითშეფასებაზე ეს ყველაფერი. აუცილებლად, კი ბატონო. თვითშეფასებაზე მინდა რომ გადავიდეთ ახლა. ხშირ შემთხვევაში მშობლებს აქვთ ხოლმე ასეთი კითხვა, რომ აი როგორ ვიზრუნო სწორად, რომ ჩემ ბავშვს დაბალი თვითშეფასება არ ქონდეს. მაგრამ მე კითხვა მეორე კუთხიდან მინდა დავსვა, იმიტომ რომ მაღალი თვითშეფასებაც არ არის, ხო? სწორედ ეს ზოგადად ჯანსაღი თვითშეფასება როგორ ჩამოვაყალიბოთ, იმიტომ რომ მე არ დამავიწყდება ერთი კონკრეტული მაგალითი, როდესაც ჩვენი თანამშრომელი ყვებოდა, რომ ისეთ სოციუმში გავიზარდე, რომ ყოველთვის ვიცოდი, რომ ყველაზე ლამაზი ვიყავი, ყოველთვის ვიცოდი, რომ ყველაზე ჭკვიანი ვიყავი. შემდეგ შევედი ბაღში, სკოლაში და აღმოვაჩინე, რომ სხვებიც არიან ლამაზები და ჭკვიანები და ეს ჩემთვის ძალიან დისკომფორტი იყო. აი, ამიტომ აი ეს ჯანსაღი თვითშეფასება როგორ მივცეთ ბავშვებს? კი ბატონო. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ხშირად გსმენიათ, რომ ჩვენი შვილები უპირობოდ უნდა გვიყვარდეს, ხო? და მარტო სიყვარულიც არ კმარა. აი ნახეთ, ბავშვი ოთახში რომ შემოვა და თვალები რომ გიბჭყვიალებს, იმიტომ რომ ბედნიერი ხარ ამ ადამიანის დანახვით. ეს არის
ნამდვილად მჯერა ახლა რასაც ლაპარაკობ, რომ ეს არის უპირველესი, რაც ადამიანს ამყოფებს თავის კანში უკვე კომფორტულად, რომ მე ვარ საყვარელი ადამიანი, მე სასურველი ვარ, მე მიღებული ვარ და ჩემი მოცემულობით ვინც ვარ და რაც ვარ, უკვე ასეთი ვარ კარგი. ეს თუ არ არის ცოტა სხვანაირად მიდის მე ამ თვითშეფასების ჩამოყალიბება და ბევრად მეტი შრომა ჭირდება ადამიანს რომ დაიჯეროს რომ ის კარგია. რაც შეეხება ჯანსაღ თვითშეფასებას, ასევე მინდა აღვნიშნო რომ ჯანსაღი თვითშეფასება მოდის საკუთარი ქმედებების შედეგების გაცნობიერებით, ხო? ანუ ჯერ უნდა ვგრძნობდე ვინ ვარ და როგორც უკვე ვთქვი, როგორ უნდა ვიგრძნო ვინ ვარ, გარემოსთან უნდა ვიყო კომუნიკაციაში და უნდა მომწეს გარემომ საშუალება რომ ამ გარემოში მე თავისუფლად ვიმოქმედო. თავისუფლად მოქმედებაში უსაზღვრობა და უჩარჩოობა არ იგულისხმება. ეს ბავშვს ჭირდება. კი ბატონო, არჩევანის გაკეთების უფლება უნდა მქონდეს, რაც დამაინტერესებს და ნახეთ ალბათ ყველას გამოგიცით პატარა ბავშვებს სამზარეულოში მოსწონთ რაღაცების კეთება. და ხშირად მშობელი ეუბნება რომ კარგი რა ეხლა ასვრიდა და ითხუპნება და გვეჩქარება, ну კარგი, მაშინ არ ვიზავ. თვით შეფასება ზუსტად იმ მომენტში ყალიბდება და იწყებს ჩამოყალიბებს, როცა მე აღმეძრა რაღაც ინტერესი და მომეცა გარემოება და საშუალება, რომ ეს გამოვცადო ჩემით და კიდევ უფრო კარგი იქნება ჩემი თვითშეფასება თუ სწორი მხარდაჭერა მექნება გარემოსგან და ის მე შემაქებს და მეტყვის, რომ ძალიან კარგი იყო რომ შენ ეს მოგინდა და ნახე თუ რამე არ გამოგია, ბავშვი ხარ, შეცდომები ნორმალურია, მე დიდი ვარ და მე ახლაც მეშლება. ამ დამოკიდებულებით აუცილებლად ჩამოყალიბდება ჯანსაღი თვითშეფასების მქონე ადამიანი. მაღალი, დაბალი ესეთი მცნებები, ანუ აი არ ვიცი. ჯანსაღი არის რომ მომწონს, ვაკეთებ, ვცდილობ, თუ არ გამომდის მეხმარებიან, თხოვნაც არ მიჭირს და თავისუფლად და სპონტანურად შემიძლია გარემოში ვიმოქმედო, მივსდიო ჩემს სურვილებს, არ შემეშინდეს, გამოვცადო ახალი რაღაც, რაც მე მაინტერესებს. და დასასრულისკენ ბოლო კითხვა უნდა დავსვათ, ძალიან მოკლედ რომ მიპასუხოთ. თქვენ ვეახსენეთ საუბარში, რომ ხშირად ხდება, რომ მშობლები ან არა პედაგოგი არ აქვს მნიშვნელობა, ვიღაცას ადარებენ ბავშვს. რომ აი მაგალითად ნახე ის როგორი ჭკვიანია, ნახე ამან როგორ წარმატებას მიაღწია. ეს პირდაპირ ვიცი რომ არ არის სწორი, მაგრამ წარმატებული მაგალითები როგორ მივიტანოთ ბავშვამდე ისე რომ შედარება არ ჩაითვალოს და თან მან რაღაცა კარგი აიღოს ამ მაგალითიდან. პირველ რიგში ჩვენი მაგალითი არის ბავშვისთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ როგორ ცხოვრობთ, ხო? და რა არის წარმატება კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მე ვარ კმაყოფილი ჩემი ცხოვრებით. მე ავირჩიე ვაკეთო ის, რასაც ვაკეთებ, მომწონს და ამით ვარ ბედნიერი და კმაყოფილი. ღიმილი მაქვს სახეზე მუდამ, იმიტომ რომ მაინტერესებს და სიამოვნებს ჩემი საქმე. მეორე ასევე რაც შეგვიძლია რომ ხელი შევწყოთ რომ კარგი მაგალითი ვაჩვენოთ ჩვენ შულს არის რომ ну აი არ შეიძლება რომ არ გაგახსენდეს დღევანდელი ჩვენი ფეხბურთის გუნდი, ხო? აი როგორი წარმატებული ბიჭები ყავს და გოგოიან ბიჭიანა სულ ყველა დღეს უყურებს ფეხბურთს, იმიტომ რომ ძალიან აღფრთოვანებულები არიან რა ამ ადამიანების მიღწევებით. ჩვენ კი არ ვადარებთ რომ აი ხო გინდა რომ შენც კვარას ნაირი იყო, ასე არ ვეუბნებთ. ჩვენ ვეუბნებთ მოგწონს კვარა, გაინტერესებს კვარამ როგორ მიაღწია წარმატ. არ ვადარებთ. შედარების გარეშე შეიძლება უთხრათ პირობითად კვარას მაგალითი, რომ ალბათ მან ძალიან ბევრი იშრომა. მოდი მოусმინოთ, აბა ის სადღაც ალბათ ყვება კიდეც თავის ცხოვრებაზე და არა შედარების გზით. იმიტომ რომ ადარებ ის უკვე რაღაცა სხვა ტერიტორიიდან ისმენს ამას, რომელიც მისთვის კომფორტული არ არის. ძალიან დიდი მადლობა. მე მგონი დაუსრულებლად შეიძლება დავიტოვოთ. ზიკო და ბევრი კითხვები დავუსვათ, სამწუხაროდ დრო არ გვაძლევს ამის საშუალებას. გემშვიდობებით და ძალიან დიდ მადლობას მოგახსენებთ. მადლობა. ამ პრაქტიკული რჩევების. წარმატებულ დღეს გისურვებთ. მადლობა ლანა.